მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულეებო და ვაგრძელებთ თქვენთან ერთად პირდაპირ ეთერში პრაქტიკულად ანალიზ მოვლენების. ეს არის თბილისის დროით უკვე 11 საათი და 20 წუთია დილის ჩვენი ანალიტიკური გადაცემა და მიმოხილვა. ცხადია მიმოვიხილავთ ბოლო საათების განმავლობაში, განსაკუთრებით ღამის განმავლობაში მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს რუკაზე. თუმცა მანამდე უნდა აღვნიშნო, რომ მთავარი ამბავი არის ის, რომ უკვე არა მხოლოდ დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეტანიაჰუმ, არამედ თავად ირანულმა სახელმწიფო მედიებმაც დასტურეს, რომ მოკლული არის ირანის ეგრეთ წოდებული სულიერი ლიდერი აიათოლა ხომენეი, ანუ რეჟიმის მთავარი შემოქმედი და ლიდერი მოკლულია და რა თქმა უნდა ეს არის ისტორიული მოვლენა. გეტყვით, რომ მოსკოვში უკვე გლოვობენ ამას პირდაპირ პროპაგანდისტები რუსეთში აცხადებენ, რომ ეს მათი მთავარი მოკავშირის დაკარგვა არის პრაქტიკულად ვენესუელას შემდეგ. აქ უკვე აიათოლას მკვლელობაც ნაბიჯია, მოკლედ, მაგრამ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ხდება პარალელურად. მოკლედ გეტყვით, რომ მთელი ღამის განმავლობაში და ამ წუთამდე ომი გრძელდება საკმაოდ ინტენსიურად, თუმცა აი ეს სიტყვები უბრალოდ ესეთი რომ არ დარჩეს შემაჯამებელი, ამას ნებისმიერი გეტყვით. მე გთავაზობთ, რომ ჩვენ ერთად ყველა მოვლენა გავაანალიზოთ სწორედ რუკაზე, როგორცაც დავიწყეთ გუშინდელი დღიდან ასეთი ფორმატით და ხედავ, რომ ძალიან ბევრი მაყურებელი კმაყოფილია, რაც მახარებს და ახლა უკვე გადავალთ ზუსტად აი ამ ანალიზზე. მე ჩავუყვები ამას და დავიწყებთ საღამოდან, ანუ 12 საათის წინ მოვლენებიდან ლოგიკურად, რომ მოვიდეთ ამ მომენტამდე, ვიდრე აქედან უკან რომ წავიდეთ. და გეტყვით, რომ ესე იგი 9 საათის წინ საკმაოდ აქტიურად იყო დაბომბვები, მოკლედ ეს ღამის საათებში პირველიდან მიმოხილვა რეალურად მაგ დროიდან იწყება. განსაკუთრებით გაერთიანებული არაბული საამიროები არის აი აქტიური ამ მიმართულებით 127 ესე იგი ჭურვი და 209 დრონი იყო ჯამში 9 საათის წინ უკვე მოხვედრილი ან მიემართებოდა მოკლედ გაერთიანებული არაბული საამიროებისკენ. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ არის დუბაი და ჩვენ ვნახავთ ამ კადრებსაც. დუბაის აეროპორტში იყო აფეთქება 9 საათის წინ, აგერ დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, აი რომელსაც იყენებს პრაქტიკულად ყველა, აგერ დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, პირდაპირ ქალაქში მდებარეობს. იქ არ არის არანაირი ამერიკული ბაზა, რატო ბომბავენ ირანელები, გაუგებარი არ არის, გასაგებია, უნდათ რეალურად მთელი რეგიონის ომში ჩათრება და ერთდროულად ჩვენება, რომ თუ არ გავაჩერებთ ომს, მაშინ თქვენც ექნებათ ზიანი. პრინციპში ხედავთ, რომ დუბაის აეროპორტში 4 ადამიანი იყო დაშავებული ბოლო მონაცემებით. შემდეგ ხედავთ, რომ ამერიკული მხარე უარყოფს დანაკარგებს ზოგადად და უარყოფს, რომ რომელიმე მათი ნავი არის ესე იგი ნავში არის მოხვედრილი ჭურვი და ასე შემდეგ. ეს არის დუბაის კადრები, ცნობილი საკმაოდ ბურჯ ალ-არაბი სასტუმრო, აგერ დუბაიში. სადაც ხედავთ, რომ აი აქ არის ცეცხლი, მოკლედ დრონი მოხვდა, როგორც ჩანს, ცნობილ სასტუმროს. სასტუმრო რომ არ არის ამერიკული სამხედრო ობიექტი, მგონი ამის ახსნა საჭირო არ არის, მაგრამ აქ როგორც გითხარით, მიზანი ირანელების მიზანი სრულიად სხვა არის რეალურად და სხვა პრიორიტეტები გააჩნიათ. გავაგრძელოთ და ხედავთ, რომ ასევე დაბომბვები იყო საღამოს ეილატში, ეს არის ისრაელის ყველაზე სამხრეთ ნაწილი. ხედავთ, აგერ ეილატი, აი ეს ნაწილი არის. სავარაუდოდ დაბომბვა იქნებოდა ჰუსიტების მიერ, თუმცა დადასტურებული არ არის ჯერჯერობით ეს ინფორმაცია, გავიგებთ მაგასაც. მარკო რუბიო რომ აპირებდა 2 მარტს, ანუ ხვალ ვიზიტს ისრაელში, გაუქმებული არის ეს ვიზიტი, საკმაოდ ბუნებრივია ამ ვითარებაში ასეთი ვიზიტი იქნებოდა საკმაოდ საფრთხო. ღამის განმავლობაში 9 საათის წინაც ირანს ისევ ბომბავდნენ და მთელი ღამე გეტყვით წინასწარ, რომ დაბომბვები გრძელდებოდა შეერთებული შტატების და ისრაელის მიერ ირანის მიმართულებით. ტრამპმა ასევე განაცხადა იმის შემდეგ, რომ უკვე თქვა, რომ აიათოლა ხომენეი მოკლულია, რომ შეერთებულ შტატებს აქვთ ხედვა, თუ ვინ იქნება ირანის მმართველი პირველ ეტაპზეო. სავარაუდოდ რეზა ფეჰლევის გულისხმობენ, იმიტომ რომ ძალიან გააქტიურებულია ისედაც და აგრძელებს თავის პოზიციას.
ირანი ცხადია აგრძელებდა პოლიტიკურ განცხადებებს, იმას რომ გმობენ ამ ქმედებებს და ასე შემდეგ თავდასხმას მათზე. ისრაელზე დაბომბები გრძელდებოდა მთელი ღამე და აქ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო მაყურებელს, რომელიც ისრაელიდან უყურებს, ქართველ ებრაელებს, ვისაც ქართულადაც ხელმისაწვდომია ეს ინფორმაცია, რომ აუცილებლად მაქსიმალურად, ესე იგი, თავშესაფრებში იყვნენ, როდესაც ამის მოწოდება იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკმაოდ სერიოზული უკვე დაზიანებები არის ისრაელშიც, ახლა ამაზე ვისაუბრებთ. ერთი ადამიანი მოკლულია და 7 ადამიანი დაზიანებულია ამ შემთხვევაში აბუ-დაბიში, ანუ საამიროების დედაქალაქში, აეროპორტში დარტყმის შედეგად. ანუ ორივე აეროპორტი აქ აბუ-დაბიში და აქ დუბაიში დაზიანებულია. 7 საათის წინ იყო ასევე სააერო თავდაცვა მუშაობდა იერუსალიმში და იქაც იყო არაერთი, ესე იგი, ჭურვი გასროლილი იერუსალიმის მიმართულებით. ა ისრაელში ხედავთ ასევე ჩრდილოეთ ნაწილში სააერო თავდაცვის ფუნქციონირებას კარაიოტის მიმართულებით და მოდით კადრებიც ვნახოთ. ხედავთ, ეს ბალისტიკური რაკეტები არის. არ ამგონია ეს დრონები იყოს, აშკარად ჩანს, რომ უფრო ბალისტიკური რაკეტები. ეს აგერ ესეც დაიჭირა სააერო თავდაცვამ. შესაძლოა პატარა რაკეტები ყოფილიყო მათ შორის, გავიგებთ მაგასაც. თუმცა შემდეგ უკვე ვაგრძელებთ, ეს არის სერიოზული დაბომბვები უკვე ირანში, ბუშერში. ბუშერში არის ერთადერთი ატომური სადგური ირანის, აგერ ირანი და აგერ ბუშერი აქ მდებარეობს. ნახოთ. ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიც იმყოფებოდა თავდასხმის ქვეშ 7 საათის წინ. ხედავთ, აქ არის ბაჰრეინი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე საკმაოდ აგრესიულად ასევე იბომბებოდა ბაჰრეინი. ბოლო ინფორმაციით ასევე კატარიც ძალიან აგრესიულად იბომბებოდა 7 საათის წინ ღამის განმავლობაში. ხედავთ კატარშიც მდგომარეობას, მათ შორის დედაქალაქ დოჰაშიც, სადაც არიან 8 ადამიანი არის დაშავებული. ეს არის კადრები ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან, სადაც ხედავთ ახლა კონკრეტულად დაბომბვას. ხედავთ დაბომბვას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ირანმა დაადასტურა ასევე ნათესავების მკვლელობა, კონკრეტულად აიათოლას რეჟიმის ნათესავებს გულისხმობ. აიათოლას ნათესავებს აქ საუბარია შვილზე, შვილიშვილზე და ასე შემდეგ. ანუ სავარაუდოდ ერთობლივი დარტყმის დროს დაიღუპნენ და არა მიზანმიმართულად ცალკე დარტყმა არ ამგონია ყოფილიყო. ლოგიკურად ერთად იქნებოდნენ. ეს არის ისრაელი, ტელ-ავივი. ხედავთ კადრებს. ტელ-ავივი არის, დიახ. ყველა ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება პრაქტიკულად შეუძლებელია. ისრაელში იმ მომენტისთვის ეს არის 7 საათის წინ, ერთი ადამიანია მოკლული და ესე იგი 121 დაშავებული. თეირანზე თავდასხმები გრძელდებოდა. ეს არის ასევე 7 საათის წინ თეირანი, ხედავთ აქ თავდასხმას და ეს არის თავად თეირანი. ვაგრძელებთ და ისრაელი ასევე მთელი ღამე საპასუხოდ უკვე, ანუ ასე თვითონ ესე ამბობენ მოკლედ, რომ ირანი ისვრის ბალისტიკურ რაკეტებს, ისრაელი საპასუხოდ ისვრის მოკლედ. მათი შეფასება ასეთია, ლოგიკა, თუმცა ეხლა იმის გათვალისწინებით, რომ პირველი დარტყმა ისრაელის მიერ იყო, ცხადია, ბოლომდე ლოგიკური არ გამოდის ეს საპასუხო პროცესი. უნდა ვთქვათ, რომ ჰორმუზის სრუტის გავლით, აგერ ჰორმუზის სრუტე, ჩვენ ამაზე ვისაუბრია, პრაქტიკულად ჩაკეტილია მთლიანად 70%-ით მაინც ნებისმიერი გადაზიდვები გადასვლა ჰორმუზის სრუტით, ანუ ირანმა წარმატებით დახურა ჰორმუზის სრუტე ამ პერიოდში. გარდა ამისა, დაახლოებით 40 ირანელი მაღალჩინოსანია მოკლული, ასევე ჩვენ ხედავთ დუბაიში კიდევ ერთი აი დრონი ეს ჩამოაგდეს, მაგრამ ბურჯ ხალიფას გვერდზე იყო პრაქტიკულად და წარმოგიდგენიათ, რამდენად სურეალისტურია ეს ვითარება. აგერ დრონი მოდის, აგერ ბურჯ ხალიფა, აქ ხოლმე ჩამოაგდონ, თუმცა ხო, აგერ ხედავთ, ჩამოაგდეს, მაგრამ
წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ნებისმიერი ამ შენობის დაზიანება ხო ეს დრონი საკმაოდ იაფი ხის. მოკლედ უკრაინული სტრატეგია არის, აი უკრაინაში რაც იყო, ანუ რუსული სტრატეგია უკრაინაში, მოკლედ რომ დრონები გაუშვი და რომელიღაც დრონი სადღაც მივა, მოკლედ ეგეთი ლოგიკა არის ომის. ეს არის თეირანი 6 საათის წინ, ხედავთ აფეთქებებს, ანუ თეირანშიც გრძელდება ეს დარტყმები. ეს არის კადრები, ჩინეთი ავრცელებს ამას, ჩინური ერთ-ერთი კომპანია, ამერიკული ბაზის, კონკრეტულად საუბარია ქუვეითში. ამერიკელები კი აცხადებენ, რომ არც ერთი ბაზა დაზიანებული არ აქვთ, მაგრამ აი ეს კადრი მაგაზე თვლად არ მეტყველებს. თუმცა დიდი დაზიანება არ არის. ზოგადად, ანუ ეს რამდენიმე წერტილში რომ არის დაზიანება აქ და აქ, ნუ არ ნიშნავს, რომ ბაზა არის განადგურებული რა რეალურად. მაგას არ ნიშნავს და მიწის ქვეშ იქნებიან, რა თქმა უნდა, აქ მოსამსახურე პერსონალი, სამხედროები და შესაბამისად, ნუ არის დაზიანება ბაზის, მაგრამ გააჩნია რა მასშტაბი, ხო? დაზიანება იქნებოდა, რომ ბაზას ადგილას არაფერი არ ყოფილიყო საერთოდ, ანუ მთლიანად, ეგ იქნებოდა ბაზის განადგურება. ეს არ არის ბაზის განადგურება, ეს არის გარკვეული დარტყმები. თუმცა ის, რომ ირანი წარმატებით მისთვის ახორციელებს ქაოსს, ეს ფაქტია, ახორციელებს დარტყმებს ზოგიერთ ობიექტზე, ეს ფაქტია. მე წინა ვიდეოში ვთქვი, რომ ეს არ არის, ესე იგი, მეთქი, ლოგიკური და ამაზე კომენტარები ვნახე, რომ რატო არ არის ლოგიკურიო და ნუ ავხსენი, მაგრამ კიდევ ერთხელ განმარტავ. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ლოგიკური არ არის, ამერიკული ბაზებია და მაგაში ლოგიკა არის, რომ ამერიკულ ბაზებს დაარტყა, მაგრამ ეს ბაზები ჩართული არ იყო ირანის წინააღმდეგ ამ თავდასხმაში. და ამ ბაზებზე დარტყმებით ახლა კატარის, ქუვეითის, ბაჰრეინის, საამიროების და საუდის არაბეთის, სადაც უზარმაზარი ნავთობ ქარხანა დაბომბეს, ამის კადრები ვრცელდება ახლა ირანელებმა. ამის საპასუხოდ ბუნებრივად ეს ქვეყნები ჩაერთვებიან გარკვეულ საომარ მოქმედებებში და ანუ ირანი გახდა დღეს სხვანაირი პრობლემა კიდევ უფრო, როცა ეს ქვეყნები არ იყვნენ ანტიირანულად განწყობილი. ანუ ირანი ჩემი აზრით მისი პოზიცია ცდარი არის, უფრო გამართლებული მისი ლოგიკიდან გამომდინარე იქნებოდა, რომ ან მარტო ამერიკულ ავიამზიდებს დაარტყან, რომელიც არც ერთ ქვეყანას არ ეხება და იქედან მოდის დარტყმები, ან ისრაელს მარტო. მაგრამ არტყავენ არაბულ ქვეყნებსაც, სადაც უკმაყოფილება აქამდე არ იყო ესეთი მასშტაბის. მოკლედ, საკუთარ ფეხში გასროლას ნიშნავს უფრო ჩემი ანალიზით რა, ასე ვფიქრობ. თუმცა რა თქმა უნდა, ახლა ამ ვითარებაში მესმის, რომ ვიღაც თვითონ ირანშიც ფიქრობს, რომ ახლა რა მნიშვნელობა აქვს უკვე, მაინც ასეთი ვითარება და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ჩემი აზრით ნაკლებად პრაგმატულია მოკლედ. ბალისტიკური რაკეტებით სროლა გრძელდებოდა 6 საათის წინ ოფიციალურად ირანმაც დაადასტურა, რომ მოკლული არის სულიერი ლიდერი ხამენეი. აფეთქებები იყო ისპაჰანშიც, ხედავთ ქალაქ ისპაჰანს აქ. თეირანშიც იყო აფეთქებები გრძელდებოდა 5 საათის წინ. ვაშინგტონ პოსტი აცხადებს, რომ გაგრძელდება მინიმუმ დღესაც საომარი მოქმედებები, მაგრამ ნებისმიერ ეგ არ არის რეალურად ასეთ საინტერესო ინფორმაცია, იმიტომ რომ საომარი მოქმედებების დასრულება არ ჩანს რეალურად ამ მომენტისთვის. კატარის ინფორმაციით 5 საათის წინ 8 ახალი დაშავებული, საბოლოო ჯამში 16 დაშავებული არის კატარში. მასუდ პეჟეშკიანმა ასევე განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, რომ პასუხს აგებენო, ვინც ეს ყველაფერი დაიწყო. ასევე ისრაელი აცხადებდა 5 საათის წინ, რომ ირანული დრონები, მოკლედ საკმაოდ ცხელი ღამე იყო, ასე ვთქვათ, ცხადია ისრაელში და ბევრი იყო დარწმუნებული ვარ თუ არა ყველა თავშესაფრებში მთელი ღამის განმავლობაში, ანუ ასეთი 7 ღამე ნამდვილად არ ყოფილა. ირანის ახალი თავდაცვის მინისტრი, ესე იგი, ეს ადამიანი დაინიშნა, იმიტომ რომ წინა მოკლეს დარტყმის შედეგად. ასევე ერბილში, ერაყის ქურთისტანში გრძელდება დაბომბვები, აქ არის ამერიკული ბაზა არ არის, ეს არის აეროპორტი, რომელსაც ამერიკელები ასევე იყენებენ როგორც თავის ბაზას ნაწილობრივ, მაგრამ სამოქალაქო აეროპორტია ძირითადად. და იქაც დარტყმები გრძელდება. ესე იგი, ასევე ამერიკულ ბაზებს ბომბავსო კონკრეტულად ირანული მხარდაჭერით შიიტული დაჯგუფებებიც აკეთებენ, ამას დრონებით იყენებენ. მდგომარეობა არის ასევე კრიზისული ბაგდადში, ერაყის დედაქალაქში, სადაც
მომიტინგეები შიიტური წარმოშობის ერაყში ძალიან ბევრი შიიტია, ცდილობენ თავდასხმას შეერთებული შტატების საელჩოზე. ასევე გრძელდებოდა ურმია ქალაქზე ირანში, აგერ განახებთ ურმიას, არც ისე შორს აგერ თბილისი ჩვენი და აგერ ურმია. მოკლედ არც ისე შორს გრძელდება დაბომბვები და ეს დაბომბვები ამ დაბომბვებს აწარმოებს ასევე კონკრეტულად ისრაელი. ასევე ვხედავთ, ეს არის საელჩოში რაც ხდება 3 საათის წინ დილით, ანუ უკვე კონკრეტულად ბაღდადში საელჩოში. ეს არის, ესე იგი, დუბაი რამდენიმე საათის წინ. და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კადრებს, ანუ ამ შენობას იცნობთ, ცნობილი ბურჯ ხალიფა შენობა არის, მოკლედ დუბაი ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, ძალიან. ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ ისრაელში 3 საათის წინაც გრძელდებოდა, ესე იგი, საგანგებო მდგომარეობა და ეს განგაში ისვრიან კონკრეტულად ისრაელის მიმართულებით ახალი აფეთქებები იყო 3 საათის წინ დუბაიში, დოჰაში, აგერ დოჰა აქ არის, დოჰაში და იქეთ უკვე მანამაში, ბაჰრეინის დედაქალაქია. ეს არის კადრები ქუვეითში ამ დილით. დრონია, როგორც ხედავთ, ჩამოგდებული. ვაგრძელებთ და ასე იგი ირანის პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ტრამპი და ნეტანიაჰუ, ტრამპთან და ნეტანიაჰუმ წითელი ხაზი გადაკვეთესო და პასუხს აგებენ ამისთვისო. ისრაელის მედიას ინფორმაციით 5 ესე იგი ბალისტიკური რაკეტა მოდიოდა ისრაელის მიმართულებით 2 საათის წინ. ტრამპმა საინტერესო განცხადება გააკეთა, რომ თუ ირანი გააგრძელებს თავდასხმებსო ჩვენზე, ჩვენი თავდასხმა ისეთი იქნება, რომ არასდროს არ ვნახავთო, ანუ რაღაც იმუქრება კიდევ უფრო მასშტაბური დაბომბვებით. კატარში არის ინდუსტრიულ ზონაში ხანძარი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე დაშავებული არ არიან, მაგრამ მოკლედ გრძელდება კატარში სხვადასხვა ზონაში დაბომბვები და წეგან რომ თქვი, რომ ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა, ის ხელმძღვანელი შემდეგ უკვე ძალიან მალევე მოკლეს, როგორც ჩანს. ასევე მოკლულია ხო აი თავდაცვის მინისტრი ამ პერიოდში. ეს არის ამ პაკისტანში ამერიკულ საელჩოსთან, რაც ხდება ამ მომენტში. ხედავთ. ასევე ეს პროცესიც გრძელდება. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო ორშაბათს გამართავს საგანგებო შეხვედრას. გეტყვით, რომ ევროკავშირიც გეგმავს ხვალ საგანგებო შეხვედრის გამართვას ფიზიკურს, დღეს გამართავს ონლაინ საგარეო საქმეთა მინისტრებთან, კაია კალასი და განიხილავს ევროკავშირის საპასუხო პროცესს, განცხადებებს, ხედვას და ასე შემდეგ. მოკლედ რთული საკითხი არის, ცხადია, ევროკავშირი აქ პირველ აქტიურ პოზიციაში არ არის და ამერიკა არის ცხადია, როგორც ხედავთ. 8 წუთის წინ პრინციპში დოჰაში გრძელდებოდა დაბომბვები, ასევე ხედავთ, რომ პაკისტანის მედიის ინფორმაციით არიან დაღუპულები და დაშავებულები კარაჩიში ამერიკული საკონსულოზე თავდასხმის დროს, ანუ იქაც დაძაბულია მდგომარეობა. ვხედავთ, რომ ებრაულმა ისრაელის საერო თავდაცვამ ასევე რაკეტები, აი რომ თქვი წაგან მოდის, რომ ეგ რაკეტები, ესე იგი, ჩამოაგდო იერუსალიმის თავზე და დუბაის ესე იგი მერიის ინფორმაციით დრონების შედეგად, ესე იგი, 2 დაშავებული არის. და ბოლო პრინციპში ყველაზე ახალი ინფორმაციაც რომ გავიხილოთ თქვენთან ერთად, ირანული არმია 7 წუთის წინ აცხადებს, რომ დაბომბეს სპარსეთის ყურეში ამერიკული ბაზები, ასევე ერაყის ქურთისტანში. 14 წუთის წინ იყო აფეთქებები მანამაში და დოჰაში,
თელ-ავივში არის 200 შენობა დაზიანებული. ძვირფასო მაყურებლებო, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რამდენად სერიოზულია მდგომარეობა. 200 შენობა. იმ შენობებში ხალხი რომ ყოფილიყო, ბევრი მსხვერპლი იქნებოდა. ამიტომ ის რომ მამადებში გადადის მოსახლეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ისრაელში. 200 შენობა, ეს ყველაფერი მატერიალურია, აღდგება არ არის პრობლემა, მაგრამ რა თქმა უნდა ზიანიც არის სერიოზული, მათ შორის ისრაელშიც. ეს არის კადრები იერუსალიმიდან. ანუ იერუსალიმშიც მოკლედ მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. ჯამში ასეთი არის ამ მომენტისთვის მდგომარეობა, აგერ დავაბრუნებ დიდი მასშტაბით რუკას. მდგომარეობა რჩება ძალიან სერიოზული, კრიზისული, ომი გრძელდება. ხამენეის მკვლელობას რა თქმა უნდა შეიძლება მოყვეს ტერორისტული აქტების და საომარი მოქმედების გაგრძელება. ეხლა აჯანყება გაცილებით უფრო რეალისტური ხდება მოქალაქეების მიერ, თუმცა ეს დღეს სავარაუდოდ და ხვალ არ მოხდება და რამდენიმე დღე დაჭირდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო, ესე იგი, ისლამური რევოლუციის დამცველთა გუშაგის კორპუსის დაზიანება მოხდეს. რათა პროტესტში უკვე აქტიურად შეძლონ მონაწილეობა, ქუჩაში გასვლა და ხელისუფლების აღება მოქალაქეებმა. რეზა ფაჰლევი აქტიურობს და სავარაუდოდ შაჰის შვილი და სავარაუდოდ ჩამოვა ირანში რომელიღაც კონკრეტულ ეტაპზე და გაუძღვება ამ პროცესს. ეს დიდი ალბათობით მოხდება და ტრამპი როცა ამბობს, რომ ხედვა გვაქვს, სავარაუდოდ ამას გულისხმობს. როგორც ჩანს რეალურად ეს სიტუაცია დიდი ხანი კიდე გაგრძელდება. რა თქმა უნდა, როგორც ვთქვი, ბევრი ქვეყნის ჩართვას აქვს სერიოზული შედეგები. ამ ქვეყნებსაც შეიძლება აქვს შეერაღებული ძალები, ცხადია, ქუვეითსაც, ბაჰრეინსაც, კატარსაც, საამიროებსაც და საუდის არაბეთსაც სერიოზული შეერაღებული ძალები და ეხლა ირანის დაბომბვები, მათ შორის რომ ინფრასტრუქტურას, აეროპორტებს, სასტუმროებს და იქ ნავთობმომპოვების ადგილებს ეხება, ეს არ არის ამერიკული ბაზები. და ამ ქვეყნებს ცხადია საკუთარი პოლიტიკა გააჩნიათ, სუვერენიტეტი გააჩნიათ და იქედან არ იბომბება ირანი, მაგას ვამბობ. ამიტომ ეს ქვეყნები სავარაუდოდ რაღაც ფორმით უპასუხებენ ირანს და ეს მდგომარეობა შეიძლება ძალიან სერიოზულ კრიზისამდე განვითარდეს. ისრაელშიც მდგომარეობა რჩება რთული და დარტყმები გაგრძელდება ბუნებრივად. ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ეს შესაძლებლობები, რომ გააგრძელოს დარტყმები. ამიტომ მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ დილით და საღამოს აი ასეთი ფორმატით, ზოგადად ეს ფორმატი ისედაც საკმაოდ მისაღებია ანალიტიკისთვის, გავაგრძელებთ მიმოხილვას. დილით მიმოვიხილავთ, რაც მოხდა მთელი ღამის განმავლობაში, აი საღამოს მიმოხილვიდან და საღამოს მიმოვიხილავთ მთელი დღის განმავლობაში რა მოვლენებიც მოხდა და ასე დავფარავთ აი ამ საკითხებს, ამიტომ თვალყური ადევნეთ არხს და ნახავთ აქ ყველაზე ახალ ინფორმაციას. აუცილებლად მხარდაჭერის სახით მნიშვნელოვანია რომ მოიცონოთ, ანუ დაალაიქოთ ეს ვიდეო და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დაწერეთ თქვენი კომენტარები, მოსაზრებები, თუ ეს ფორმატი ასევე მოგწონთ, აი ასეთი ანალიტიკის, ასევე ესეც შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით საღამოს შემდეგი გადაცემის დროს.